უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას პასუხობენ მედიკოსები, ექიმები და ამ ბრიფინგმა, როგორც ექიმები ამბობენ, არათუ გასცა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები, არამედ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა და კითხვა. მათ შორის ექიმები ყურადღებას ამახვილებენ დინარაძის პირველი მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 4 და 5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭაოში გამხსნელად გამოიყენა პროპილენ გლიკოლის ხსნარი, თუმცა აქ ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში, რადგან როგორც საზოგადოება მიცის, აქტიური საპროტესტო აქციები დაიწყო 28 ნოემბერს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის წყლის ჭავლის გამოყენება. სწორედ ეს გარემოება ექიმებს უფრო მეტ კითხვას უჩენს, თუ რატომ არ საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ დღეებზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სპეციალური ნორმების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ, რატომ საუბრობენ მხოლოდ 2 დღეზე, 4 და 5 დეკემბერზე, ასევე ექიმები ეჭვებს გამოთქვამენ, თუ რატომ არ დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ებრაული კომპანია, რომლისგანაც ნივთიერებები შეიძინეს და თუ კი მსუბუქი ნივთიერებები გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ, რატომ იყო ასეთი მძიმე სიმპტომები, რომელიც გამოვლინდა სხვადასხვა ადამიანში, მაშინ როდესაც მოხდა მოქალაქეების დარბევა. ექიმები ასევე მოითხოვენ დოკუმენტების გასაჯაროვებას, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის არ უჩვენებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მედიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად ამ ბრიფინგისა, ახლა უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა და ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელიც სიმართლეს დაადგენს. ლევანდელმა ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ კოდები არეულია, ანუ კოდით შემოიტანეს ნივთიერება, რომელიც სხვა კოდი აქვს ზოგადად. რატო ქონდათ ის ნივთიერება, რომელიც იყო დაუშვათ ამ კოდის ქვეშ, რატო გამოიყენეს და პლუს კომბინაცია, რატო გამოიყენეს ამ ნივთიერებების. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს, რაც ძალიან საზოგადოებისთვის არის. ამიტომ საერთაშორისო გამოძიება არის მთავარი, რომელიც გასცემს ამ ყველა კითხვას პასუხს, იმიტომ რომ რატო ქონდა ტრიქლორეთილენი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რას იძენდა ავერსი ამ კოდების ქვეშ. ესიც უკვე საინტერესო ხდება, ხო? ის რაც მათ ჩაიდინეს ამ დღეებში, გამოიყენეს წყლის ჭავლში, გამოიყენეს რამოდენიმე ნივთიერების კომბინაცია, თუნდაც CS-ის და გამხსნელის და წყლის ჭავლის და ასეთი დიდი რაოდენობით და ექსპოზიციით, ესიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, ვერიფიკაცია მოხდეს ყველა იმ დეტალის, ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდეს და ნიშანდობლივია, რომ სავარაუდოდ ამ პასუხის მოსაფიქრებლად სჭირდებოდათ დრო, რომ დაებრნიათ ჩვენი მხარე და კონკრეტულად რაღაც ფოკუსი არეულიყო, ხო? რაც შეეხება 19 მუხლით გაგრძელებას, პირველ რიგში ეს დღეებია ვამბობ, რომ ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომი ვერ შეიძლება გახდეს ვერანაირი დევნის საფუძველი, არ უნდა გახდეს სანდოობას კიდევ უფრო დაბლას წევს, ხო? ამ გამოძიების ვიდრე ამყარებს. იქიდან გამომდინარე, რომ 2 თვის მერე, როდესაც BBC-ს ფილმში ნახეს ადამიანი, მიაწერეს კონკრეტული საქმე, რომელიც უკვე 2 თვის წინ დაიწყო. სპეციალისტებისთვის ასევე ეჭვებს ბადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის განცხადება ლაშა შერგელაშვილის შესახებ, როდესაც პირველმა მოადგილემ თქვა, რომ მისი გამოკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, საუბარია 4 ოქტომბრის საქმეზე და ამ საქმეს სწორედ შერგელაშვილი სახელდაგვარი დაუკავშირეს მას შემდეგ, რაც ის BBC-ს გამოძიებო ფილმში იხილეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ახლა არსებობს კითხვები, მათ შორის პოლიტიკოსებს აქვთ არაერთი კითხვა, ისინი მოითხოვენ დოკუმენტების გასაჯაროვებას, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუწნია საზოგადოებისთვის.
გასაგებია პოლიტიკური ბიზანი ამ გამოძიების იყო მხოლოდ საკუთარ აუდიტორიასთან თავის მართლება და ისრების გაატანა BBC-ზე, რომელიც თავიდანვე შერაცხეს ოცხო ორგანიზაციის საქმიანობა, შესაბამისად 79 მუხზე აპარელირება, აბსოლუტურად არანაირი სიახალე არ არის და თავიდანვე მოწოდებები საერთაშორისო დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალაში ირჩება, მით უფრო მაშინ, როდესაც რეჟიმი, რა თქმა უნდა, მუშაობს მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნების და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თუსის ბრიფინგზე ჩვენ გავიგეთ სიამოვნებაში არაფერი, თავარი პასუხგაუცემელი კითხვები, ისევ პასუხგაუცემელია, უბრალოდ გამოვიდნენ თქვენს რომ გამოიყენეს რაღაც ნივთიერებები, რომლებიც არ არის აკრძალული და არ არის მომწავლელი ადამიანებისთვის, ხო? სინამდვილეში მოთხოვნა რაც იყო, ის მოთხოვნა რჩება, დადონ დოკუმენტაცია ამ ნივთიერებების, რომლებიც გამოიყენეს მათივე განცხადებით, რაც დღეს ბრიფინგზე მოვისმინეთ და მეორე და მნიშვნელოვანი რა ხდება BBC-ის საჩივარზე. მე-6 დღე გადის და რა ეტაპზეა საჩივარი დაიწერა თუ არ დაიწერა და ზოგადად ეს ბრიფინგიც ემსახურებოდა ერთ რამის ისევ მანიპულაციას, ისევ საზოგადოების შეცდომას შეყვანას. სპეციალისტები მოუწოდებენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას, რომ კონკრეტულად თქვან რა ნივთიერებები გამოიყენეს 28 ნოემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს მხოლოდ 2 დღეზე, 4 და 5 დეკემბერზე. ამავდროულად სპეციალისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება ჩატარდება, ამიტომ ისინი მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.